ესეთი პიგმენტური ბლაში ჩემ ცხოვრებაში არასდროს არ მქონია. ეს არის ნატაშა დენონას ბლაშის ტრიო, რომელსაც აქვს ერთი კრემის ფაქტურის ბლაში, ერთი მშრალი ფაქტურის ბლაში და ერთი ჰაილაითერი. აქვს ულამაზესი შეფუთვა და უზარმაზარი სარკე. ნატაშა დენონას ყველა პროდუქტმა გამაოცა, რომელიც კი მქონია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თვალის ჩრდილები, იმიტომ რომ აქვს საოცარი თვალის ჩრდილები და ეს ტრიოც არ იყო გამონაკლისი. ნახეთ, ჯერ მარტო სვოჩი როგორ კარაქივით დაეტანა ხელზე და ნამდვილად ხელით რომ ვუსვამ, თითქოს რაღაც კარაქს ვუსვამ, აი ისე დნება პროდუქტი. პირველ რიგში დავიტანე კრემის ფაქტურის ბლაში და თავიდან იყო ძალიან ბაცი და ულამაზესი ფერის. შემდეგ უკვე ფუნჯით გადავიყვანე, იმიტომ რომ გადავწყვიტე რომ მენახა რა პოტენციალი აქვს და რამდენად მკვეთრი შეიძლება რომ იყოს. დავადგინე რომ პროდუქტი არის აშენებადი, ანუ შეგვიძლია ძალიან ბაციდან მკვეთრამდე გადავიყვანოს. თან აქვს ულამაზესი ბზინვარება. მეორე მხარეს გადავწყვიტე მშრალი ფაქტურა დამეტანა და აი ესე საკმაოდ დიდი რაოდენობა ავიღე ფუნჯზე და ძალიანად შევცდი, იმიტომ რომ ეს ყოფილა ისეთი პიგმენტური ბლაში, რომ აი შეხედეთ, ნამდვილად თოვლის დედოფალი ვარ, ისე გამიწითლდა ლოყები. იმდენად პიგმენტურიც კი აღმოჩნდა, რომ ზემოდან მომიწია ისევ ტონალურის ფუნჯით გადამევლო, რომ ჩამეკრო ცოტათი ეს სივარდისფრე. ანუ რას ნიშნავს? ეს არის იდეალური პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია რომ მინიმალურიდან მაქსიმალურ სიმძლავრემდე ავიყვანოთ. და იგივე შემიძლია ვთქვა ჰაილაითერზეც, როგორც ძალიან ბაცი ბზინვარება, ასევე შეგვიძლია რომ ძალიან კოსმიური ბზინვარებაც მივანიწოს ჩვენს კანს. გააჩნია რითი დავიტანთ, რამდენ ფენას დავიტანთ და როგორი ტექნიკით დავიტანთ. საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ პროდუქტით. გამიჩინა სურვილი რომ ნატაშა დენონას სხვა პროდუქტებიც გამოვცადო თვალის ჩრდილების გარდა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ხარისხიანი პროდუქტია და ეტყობა რომ გულით არის შესრულებული.